არ გამოტოვო ეს ვიდეო თუ გინდა რომ იცოდე როგორ უნდა გამოთვალო წიგნის გვერდები ძალიან სწრაფად, მარტივად და სწორად. მაგალითად, თუ გვაქვს მოცემული 201 ციფრი და დანომრილი არის წიგნები თანმიმდევრობით. პირველი, რასაც გავიაზრებ, არის ის, რომ მე თუ მინდა რომ წიგნის გვერდები დავნომრო, აუცილებლად ის დაიწყება 1-დან და მიყვება, ხომ? ერთნიშნები რომ დავნომროთ, ერთნიშნა გვერდები მაქვს 1-დან 9-ის ჩათვლით. სულ მაქვს 9 ასეთი გვერდი და 9 ციფრი დამჭირდება იმისთვის, რომ ერთნიშნა გვერდები დავნომრო. ორნიშნა გვერდების დანომრვა დაიწყება 100 გვერდიდან და 99-ის ჩათვლით იქნება. სულ ასეთი ორნიშნა გვერდების რაოდენობა მაქვს 90-იც არის. წარმოიდგინე, ნახე, ერთი გვერდი ორნიშნა რომ დავნომრო, ამისთვის მჭირდება 2 ცალი ციფრი, ერთიანი და ნულიანი. თუ ერთი გვერდისთვის 2 ციფრი მჭირდება, 90 გვერდისთვის 90 ჯერ 2, ანუ 180 ციფრი დამჭირდება. მოდით ახლა ვნახოთ 1-დან 99-ის ჩათვლით, სულ რომ დავნომრო ეს გვერდები დამჭირდება 900 პლუს 180 ციფრი, ანუ 189 ციფრი. მაგრამ მათ გამოიყენეს 201 ციფრი. ახლა ვნახოთ რამდენი ციფრი მაქვს დარჩენილი, 201-ს უნდა გამოვაკლო 189 და იქნება 12-ის ტოლი. 12 ციფრი დამრჩა კიდევ და ეს 12 ციფრი გადავიდა უკვე სამნიშნებზე. სამნიშნა გვერდები იწყება 100, 101 და 100 შემდეგ. რომ გავიგოთ რამდენი ასეთი სამნიშნა რიცხვი დაინომრა. ეს 12 უნდა გავყოთ უკვე 3-ზე, რადგან ერთი გვერდის დასანომრად უკვე მემჭირდება 3 ციფრი. ეს იქნებოდა 4-ის ტოლი. ესე იგი 4 არის სამნიშნა გვერდების რაოდენობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ 4-ს ყოველთვის უნდა გამოვაკლოთ 1, რომ გაიგოთ რამდენ გვერდიანი არის წიგნი, რადგანაც წიგნების დანომრვა 100 გვერდიდან იწყება, სამნიშნები იქნება 100, 101, 102 და 103. აი ასეთი 4 გვერდი იქნებოდა სულ. და წიგნი იქნება ჯამში 103 გვერდიანი. ეს მარტივი გზა ლოგიკურად როგორ მიყვეთ, ძალიან გაგიმარტივებთ ბევრ რთულ სავარჯიშოს ამოხსნას. ასე რომ თუ მოგეწონა ვიდეო, გავიზიარე მეგობრებსაც გამოიწერე გვერდი, რომ არ გამოგჩეს უფრო რთული, მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ამოცანები.